მათ ეს სახარების განმარტება. თავი მესამე. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. მუხლები პირველიდან მეორეს ჩათვლით. იოანე ნათლისმცემლის მოსვლა და ქადაგება. 1. მათ დღეთა შინა, არა მაშინ, როცა უფალი ღრმა იყო და ნაზარეთში ცხოვრობდა. არამედ მახარებელი საერთოდ იმ დროზე ამბობს, რომელიც აწმყოს უსწრებდა წინ და რომელშიც იოანე ნათლისმცემელი მოვიდა. იოანე ღმრთისაგან იმიტომ მოივლინა, რომ იუდეველნი ემხილებინა, საკუთარი ცოდვების შეგნებამდე მიეყვანა და ამგვარად ქრისტეს მისაღებად მოემზადებინა. რადგანაც ვისაც თავისი ცოდვები შეგნებული არ აქვს, ის ვერც მონანიებამდე მივა. 1. 2. მოვიდა იოანე ნათლისმცემელი ქადაგებად უდაბნოს ამას ხურიასტანისასა და იტყოდა, შეინანეთ, ვინაიდან იუდეველნი ქედმაღალნი იყვნენ, მონანიებისაკენ მათ ამიტომაც მოუწოდებდა. რამე თუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი. ცათა სასუფეველს იგი ქრისტეს პირველსა და მეორე მოსვლასა და სათნოებით ახსავსე ცხოვრებას უწოდებს. რადგან უკვე თუ ჩვენ მიწაზე ისე დავაბიჯებთ, თითქოს ზეცის მოქალაქენი ვიყოთ, ბნებათა გარეშე, მაშინ ცათა სასუფეველიც მოპოვებული გვაქვს. მუხლი მესამე. ესაიას წინასწარმეტყველება. 3. რამე თუ ესე არს, რომელ იგით ქუმულ არს ესაია წინასწარმეტყველისა მიერ და ითქვის, ხმაი ღაღადებისაი უდაბნოსა ზედა, განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელყვენით ალაგნი მისნი. გზა სახარებას ეწოდება, ალაგნი, ბილიკნი, კისჩულის დადგენილებებს, რადგანაც გაცვდნენ და მოძველდნენ. ამიტომაც ამბობს წინასწარმეტყველი. მოემზადეთ სახარებისეული ცხოვრებისათვის და სჯულის მცნებანი წრფელანუ სულიერ ჰყავთ, რადგანაც სული წრფელია. რაჟამ სიხილავ, რომ იუდეველი სჯულს ხორციელად იაზრებს. თქვი, რომ წრფელ არც ბილიკები უყვია, არ მოუსწორებია. მუხლი მეოთხე. წინამორბედის გარეგნობა და საკვები. 4. ხოლო თავადსა იოანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აკლემისა. წინამორბედი სინანულისაკენ თავისი გარეგნობითაც მოუწოდებდა, რადგანაც სამგლოვია რო სამოსი ეცვა. ამბობენ, რომ აკლემი წმინდა და უწმინდურ ცხოველთა შორისაა. როგორც მცოხნელი, იგი წმინდა, ხოლო როგორც ჩლიქ გაუყოფელი, უწმინდური, რადგანაც იოანეს წმინდად მიჩნეული იუდეველი ხალხიცა და უწმინდური წარმართებიც ღმერთთან მიჰყავდა და ძველსა და ახალ აღთქმას შორის შუამავალი იყო. აკლემის ბეწვის სამოსელს ამიტომაც ატარებდა. და სარტყელი ტყავისა იწელთა მისთა. წმინდა წერილში ყველა წმინდანი სარტყლითაა წარმოდგენილი. ან ვითარცა მუდმივ ჯაფაში მყოფნი, რადგან უზრუნველნი და ნებიერნი სარტყელებს არ ირტყამენ. როგორც, მაგალითად, ახლა სარაცინები, ან კიდევ იმის გამო, რომ თავიანთ თავში ხორციელ გულის თქმათავნებანი ჩაკლეს, რადგანაც ტყავი ნაწილია მკვდარი ცხოველისა. ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური. ზოგნი ამბობენ მკალი ბალახიაო, რომელსაც მელაგრასაც უწოდებენ, ხოლო ზოგიერთები მასში კაკალს ან ველურ ნაყოფებს გულისხმობენ. ველური თაფლი კი ის თაფლია, რომელსაც გარეული ფუტკრები ამზადებენ და ხეებსა და კლდეებში იპოვება. მუხლები მეხუთედან მეექვსეს ჩათვლით. ხალხი იორდანეზე მიდის, მაგრამ იოანეს ნათლობა ცოდვებს არ მიუტევებს. 5. 6. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ხურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაი, და ნათელს იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუარებდეს ცოდვათა მათთა. თუმცა ინათლებოდნენ, მაგრამ იოანესაგან ნათლობა ცოდვათა მიტევებას არ ნიშნავდა. იოანე მხოლოდ სინანულს ქადაგებდა და ცოდვათა შენდობისაკენ, ანუ ქრისტესგან ნათლობისკენ მიჰყავდა, რომლითაც ცოდვები მოგვეტევება. მუხლები მეშვიდედან მეათეს ჩათვლით. ფარისეველთა და სადუკეველთა მხილება. 7. და ვითარცა იხილა მრავალი ფარისეველი. ფარისეველი ითარგმნება როგორც გამოყოფილი, რადგანაც ისინი ცხოვრებითაც და ცოდნითაც გამოყოფილნი იყვნენ და სხვებზე ბატონობდნენ. და სადუკეველნი. ამათ არც მკვდართა აღდგომისა სწამდათ, არც ანგელოზი და არც სული. სადუკეველნი ითარგმნება როგორც მართალნი,
რადგანაც სცედეკი სიმართლეს ნიშნავს. ისინი თავიანთ თავს მართლებს ან თვითონვე უწოდებდნენ, ან ასე მათ ერესის მამამთავრის, სადოკის გამო ეწოდათ. მომავალნი ნათლისღებად მისგან რქუა მათ. რადგანაც ფარისეველნი და სადუკეველნი სხვებისაგან განსხვავებით წრფელი განზრახვით არ მიდიოდნენ. ამიტომაც საყვედურობს მათ. ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩვენა თქვენ სიუტოლა იმერმისა მისგან რისხვისა. იცის რა მათი გულარძნილობა, მკაცრად მიმართავს, თუმცა აქებს კიდეც, როცა ეუბნება, ვინ გიჩვენაო, წინამორბედს უკვირს, როგორ მოხდა, რომ ამ ბოროტ მოდგმას სინანული აღეძრა. იქედნეს ნაშობთ იმიტომაც უწოდებს, რომ ამათ ისე დახოცეს თავიანთი მამები, ანუ მოძღვარნი და წინასწარმეტყველნი, როგორც იქედნე ღრღნის დედის საშოს, რაჟამს იბადება, მერმისა მისგან რისხვისა. გეხენის შესახებ ამბობს. 8. ყავთ უკვე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი. ხედავ, რას ამბობს, რომ ბოროტებას არა მხოლოდ უნდა გაექცე, არამედ კეთილი ნაყოფიც უნდა გამოიღო, რადგანაც ნათქვამია, მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი. ფსალმუნი, თავი 33, მუხლი მე-15. 9. და ნუ ჰგონებთ და იტყვით თავით თვისით, მამა იგვივის ჩვენ აბრაჰამი. ისინი იმან დაღუპა, რომ თავიანთი კეთილშობილური წარმოშობის გამო არ ეშინოდათ. რამე თუ გეტყვით თქვენ, ვითარმედ, შემძლებელ არს ღმერთი აღდგინება თქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა. ქვებში წარმართები იგულისხმებიან, რომელთაგან მრავალმა ირწმუნა. გარდა ამისა, იოანე პირდაპირ მნიშვნელობითაც ამბობს, რომ ღმერთს აბრაამისათვის შვილების შექმნა ქვებისგანაც შეუძლია, რადგან ქვა იყო ხომ უნაყოფობისა გამო სარას საშო, მაგრამ მაინც შობა, და როდის აღუდგინა უფალმა აბრაამს ქვათაგან შვილები. მაშინ, როცა მისი ჯვარცმისას მრავალთა იხილეს რა, რომ კლდენი განსდგდეს. მათე, თავი 27, მუხლი 51, ირწმუნეს. 10. რამე თუ აწვე ესე რა ცული ძირთა თანახეთასა ძეს. ცულს ქრისტეს სამსჯავროს უწოდებს, ხოლო ხეებს ყოველ ჩვენგანს. ამგვარად, ვინც არ ირწმუნა, ურწმუნოების გამო ძირში მოიჭრება და გეხენიაში ჩავარდება. ყოველმან ხემან, თუნდაც ის აბრაამისაგან იყოს წარმოშობილი, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი. ის კი არ თქვა, არ გამოიღო, არამედ არ გამოიღებსო, რადგან კეთილ ნაყოფს ყოველთვის უნდა ვიძლეოდეთ. თუ კი შენ გუშინ მოწყალება გაიღე, ხოლო დღეს მტაცებლობ, ღმრთის სათნო მყოფელი ვერ იქნები. მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. მუხლები მე-11-დან მე-12-ს ჩათვლით, ქრისტეს ნათლობის ძალა. 11. მე უკვე ნათელ გცემ თქვენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არსს. წინამორბედმა უთხრა მათ, გამოიღეთ ნაყოფი და აჩვენა კიდეც რომელი ნაყოფი. რწმენა იმისა, ვინც შემდგომად მისა მოვიდოდა, მის შემდეგ კი ქრისტე მოდიოდა, რადგან იგი არა მხოლოდ მასზე 6 თვით გვიან იშვა, არამედ გამოჩენითაც პირველად წინამორბედი გამოჩნდა, ხოლო შემდეგ ქრისტე, როგორც თავადვე დაამოწმა, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხალხთა მისთატვირთვად. მეო, ამბობს იგი, იმის ღირსიც კი არა ვარ, მისი უკანასკნელი მონა ვიყო და მისი ფეხსაცმელები ვატარო. ფეხსაცმელებში ქრისტეს ორი გარდამოსვლა იგულისხმება. ზეციდან დედამიწაზე და დედამიწიდან ჯოჯოხეთში, რადგან ფეხსაცმელები ხორცის ტყავი და სიკვდილია. წინამორბედს არ შეეძლო ეს ორი გარდამოსვლა ეტვირთა. უკვე თუ იმის გულისხმის ყოფას, როგორ მოხდა ისინი, ვერ შეძლებდა. მან ნათელ გცეს თქვენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა, ანუ უშურველად აღგავსებთ თქვენ მადლითა სულისა წმიდისა. მაშინ როცა ჩემი ნათლობა, ამბობს იოანე, ვერც სული წმიდის მადლს მოგანიჭებთ და ვერც ცოდვათა შენდობას. ის კი ცოდვათა მიტევებასაც და სული წმიდის ნიჭთაც უხვად გიბოძებთ. 12. რომლისა ნიჩაბი ხელთა მისთა, ნუ იფიქრებთ, რომ მისგან მოინათლებით, ხოლო შემდეგ შესწოდავთ და ისიც მოგიტევებთ. მას ხელთ ნიჩაბი,
ანუ განსჯა და სამსჯავრო უპყრია, განწმიდოს კალო ითვისი. ესე იგი ეკლესია, რომელსაც ნათელღებული მრავლად ჰყავს, მსგავსად კალოსი, სადაც ყოველივე, მინდვრებიდან მოწეული, ერთად გროვდება, მაგრამ მისი ერთი ნაწილი ღვიძლია, ვითარცა თავქარიანი და ბოროტი სულებით აღძრულნი. ხოლო მეორე, ხორბალი, ანუ ისინი, რომელთაც სხვებისთვის სარგებლობა მოაქვთ და მათ სწავლებითაც და საქმეებითაც ასაზრდოებენ და შეკრიბოს იფქლის საუნჯესა, ბოლობზე დაწვას ცეცხლითა მით უშრეტითა. ცეცხლი იგი დაუშრეტელია, ამიტომაც ცდება ორიგენე, რომელიც ამბობდა, რომ სასჯელს დასასრული ექნებაო. მუხლები მე-13-დან მე-15-ს ჩათვლით, რატომ ინათლება ქრისტე იოანესგან. 13-14 მაშინ მოვიდა იესო გალილეით იორდანეთ იოანესა ნათლისღებად მისგან, ხოლო იოანე აყენებდა მას და ეტყოდა: წმინდა ინათლება, რათა ჩვენ განგუბანოს და გვიჩვენოს, რომ უკეთო მონათლა გვსურს, ჯერ უნდა განვიწმიდოთ, რათა ნათლობა არ შევაგინოთ. შემდგომად მისა ადვილია ცოდვაში ჩაფლობა უკეთური ჩვევის გამო. იოანე მას აყენებს, რათა მხილველთ არ ეფიქრათ, რომ ვითარცა ერთი მრავალთაგანი, ქრისტეც მოსანანიებლად ინათლებოდა. მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებაი. განწმენდა სუფლისაგან წინამორბედით საჭიროებდა, რადგან ვითარცა ადამისგან წარმომავალი, საძაგელი ურჩობის ტვირთს ისიც ატარებდა, მაგრამ ქრისტემ ყველა განწმინდა და შენ ჩემდა მოხვალა. ვერ გაკადნიერდა, რომ ეთქვა და შენც ჩემგან ინათლები. იმდენად მოერიდა. 15 მიუგო იესო და hrქვა მას. აცადიღაც. ახლა დამითმეო. ეუბნება, დადგება დრო და შესაფერი სიდიდება ჩვენც გვექნება. თუმცა ახლა მას არ ვაჩენთო. რამე თუ აწესერა შვენის ჩვენ და აღსრულებად ყოველი სიმართლე. სიმართლეს სჯულს უწოდებს. დაწყევლილია. ამბობს იგი, კაცობრივი ბუნება, რადგან სჯულის აღსრულება ვერ შეძლო. ამიტომ სჯულის სხვა განწესებანიც მე აღვასრულე. ეს ღა დამრჩა, ნათლისღება, მისი აღსრულებით, ბუნებას წყევლისაგან განვათავისუფლებ, რადგანაც ეს მე შემფერისო. მუხლები მე-16-დან მე-17-ს ჩათვლით, ცანი განეღო, სული გარდა მოხდა და მამის ხმა. 15-16 მაშინ მიუშვა მას და ნათელი იყო იესო. უფალი 30 წლის მოინათლა, რადგან ყველა ცოდვას ამ ასაკში ვიწყნარებთ. ყრმობის ასაკში უგუნურება ჭარბობს. სიჭაბუკეში ძლიერია ცეცხლი გულის თქმისა და რისხვისა, ხოლო სიმწიფის ასაკში მოხვეჭის სიყვარული. ამგვარად, უფალი ამ ასაკს დაელოდა, რათა სჯული ყველა ასაკში აღესრულებინა და ჩვენ განვეწმინდეთ. 16 და მეხსეულად აღმოვიდა რაიწყლისა მისგან. მანიქეველები ამბობენ, რომ მან თავისი სხეული იორდანეში ჩამოიშორა და მოჩვენებითაც სხვა სხეული მიიღო, მაგრამ მათ შეხედულებას ეს ადგილი უარყოფს, სადაც ნათქვამია, აღმოვიდა იესო, ანუ სხვა კი არ ამოვიდა, არამედ ის, ვინც წყალში ჩავიდა და აჰა განეხუნეს მას ცანი. ისინი ადამმა დახშა, ქრისტემ კი განაღო, რათა შეიცნო, რომ რა ჟამს ინათლები, შენც აღებ მათ. 16-17 და იხილა სული ღმრთისაი, გარდა მომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა, და ხმა იყო ზეცით და თქვა. სული გარდა მოდის, რათა დაამოწმოს, რომ ნათელღებული ნათლისმცემელზე უდიდესია, რადგან იუდეველნი ფიქრობდნენ, რომ იოანე დიდი იყო, ხოლო ქრისტე არა. ყველამ დაინახა, რომ სული იესოზე გარდა მოვიდა, რათა არ ეფიქრათ. ხმა, რომელმაც თქვა, ესე არსზე ჩემი საყვარელი, იოანესთვის იყო, არამედ სულის მხილველთ ერწმუნათ, რომ ეს ხმა ქრისტესკენ იყო მიმართული. ვითარცა ტრედი. ტრედი მოხსენიებულია მისი უწყინარობისა და სიმშვიდის გამო და იმის გამოც, რომ ყველაზე წმინდაა და იქ, სადაც უწმინდურებაა, ვერ ჩერდება, ისევე როგორც სული წმიდა. ნოესაც ხომ, მიუტანა რა ზეთის ხილის რტო,
Წარღვნის შეწყვეტა მტრედმა აუწყა. ასევე აქაც ცოდვათაგან დახსნა სულით მიდა ცხადყოფს. იქ ზეთის ხილის რდო, ხოლო აქ წყალობა ღმრთისა. ესე არსზე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ, ანუ რომელშიც მე განმისვენებ, რომელიც მომწონს.